მოგესალმებით მეგობრებო, როგორც დაკვირდით, გახსოვთ მე ლაივში გაგიცხადეთ, რომ გონიოში იქნება მეთქი რამე საინტერესო და იქ უნდა წავიდეთ ხო და აჰა, აქ ვდგავარ, გუშინ გავაცხადე, რომ თომას საფლავზე უნდა მივიდეთ ხო და თომას საფლავი კი არა, მათეს საფლავი ყოფილა მეგობრებო აქ და აი ახლა მე ვდგავარ გონიოში ამ არაჩვეულებრივი შესანიშნაობების წინ. ეხლა ნახეთ, ეს არის აშკარად ქართული პირსახის გარეგნობის მამაკაცი, რომელიც არის თურმე აბსირტე. აია კოლხეთის უფლისწული. აბსირტუს და მალე შევალ შიგნით და აი ეს კი ეს ბატონი არის ადრიანე რომის იმპერატორი. Hadriane ქართველს არა, უფრო ოსის გარეგნობის არის. ოსური გარეგნობა აქვს ამ მამაკაცს. ხოლო აი ამ მამაკაცს კი ნამდვილად ქართული გარეგნობა აქვს, როგორც ცხვირი, ისე ყრიმალები, ისე წვერულაში და ასე შემდეგ. ეს არის ნამდვილი ქართული გარეგნობის. ახლა წავიდეთ მეგობრებო, მე მგონი ეს ჩემი შვილია. ნახეთ, აი ამ ბიჭს ნამდვილი ქართული გარეგნობა აქვს, ხო დედიკო? წავიდეთ ახლა შიგნით შევიდეთ და ვნახოთ. რომაული ბანაკი. აქ არის რომაული ბანაკი მეგობრებო, აი აგერ აქ წერია, აგერ. აქ მე არ მოვიგონე, ეს არის რომაული ბანაკი, რომაული ყაზარმა და აი უყურით ნახეთ. აი ნახეთ რომაულია. ეხლა საინტერესო რა არის, იცი? საქართველოს ტერიტორიასთან რომაელებს რა კავშირი ჰქონდათ, ხო? საინტერესოა, აი რამხელა კარი არის აქ. ორიგინალია მე მგონი, თუ არ ვცდები. მოქალაქეა. ესე იგი, მოქალაქე კი არა და აი ეს რომაულია. შიგნით არის რომაული ვითარება, აი იქ როგორც ჩანს გათხრები მიმდინარეობს, აი ამ ტერიტორიაზე, აი აქ. ხო და თქვენ თუ გაქვთ საინტერესო რა არის, რომაელებს აი აქ ამ ტერიტორიასთან რა კავშირი აქვს საერთოდ? აბა ბიზანტინის მცოდნეებო, გადმოყაჭეთ. აქ უნდა იყოს სადღაც ტიმოთეს კი არა და მათეს კი არა და რა ქვია, ხო, მათეს საფლავი და მივართ მალე ვნახავთ. ჩემი აზრით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის მოსაზრება, რომელიც რეალურად გაჟღერდა უკვე რამდენი წლის წინ ჩემგან და ბიოლოკაციურადაც გამოკითხულია და დადასტურებულია, რომ ქრისტე იყო ქართველი და ჯვრის მონასტერზე აცვეს ჯვარს. ხოლო აი ეს ადგილი რომ რომაული არის და აი ეს ადგილი რომ ძალიან საინტერესო ტერიტორია არის, ეს ეხლა დაიწყეს ამის გათხრა, როდის დაიწყეს არც ვიცი, ჯერ არ ეხლა შემოვედი აქ. გამოვიწიებ საკითხებს და მერე კიდევ ბევრ რამეს გაგანდობთ. ხო და რა ვიცი, აბა მეგობრებო, დაფიქრდით ცოტა, ტყუილებში ნუ გაიცხოვრებთ აწი. წევედით ახლა და შემოგევხსნებით ისე. უი, რა საყვარელია, გული, ნახეთ, გული. კარგი აზრია, ძალიან კარგი აზრია. ხომ ვერ მეტყვით ქრისტეს მოწაფე მათე აქ რას აკეთებდა? აქ რა უნდა დავარჩე? ისრაელში იყვნენ ისინი. ღვთისმშობელმა გამოაგზავნა აქეთო და მე აქ დაასაფლავეს, ჩამოვიდე და დაასაფლავეს მათე აქა. ჩაკალელები ხართ, ძალიან კარგი ტყუილების მოგონება იცით ხოლმე თქვენ, ძალიან ყველა. შეცოდავ ხალხს, ვისაც ვინ წერა კითხვა არისო და კარგად ატყუებდით და დღეს უკვე ჩაგივარდეთ კოზინეცაში, ვიღაცა მოატყუებთ ბევრ რამეს. ხო და აწი ძალაუფლებაც რომ გადაეცემა ხალხს, მე ნახე თქვენ.
ხო კარგად დავეჯღანე მაგათ ერთი სიტყვით მე აქ ძალიან მომწონს ძალიან მომეწონა ეს ვითარება შემოსვლა არ ვიცი რა ღირდა ახლა ვკითხავ რეალურად ეს უფასო უნდა იყოს ქართველი მოსახლეებისთვის უცხოელებისთვის კი ბატონო შეიძლება იყოს რაღაც გადასახადი მაგრამ ყველა ქართველს აქ შემოსვლა უფასო უნდა ქონდეს თუ ილია მართლა საყვარელი იქნებოდა როგორც დიდი ტრაფარეტი აქვს აქ გამოკრული მიყვარ ხარ პატრიარქო საყვარელი იქნებოდა მაშინ აი აქ ამ სივრცეში ქართულ ხალხს თუ უფასოდ შემოუშვებდნენ მაგრამ რა ვქნით ვერ იყო მარტო თავის $800 ტუფლები უყვარდა იმას და 9 მილიონიანი ჯიპები და რა ღირდა შემოსვლა მარინოს 10 ქართველებისთვის 10 ლარი ქართველებისთვის გერმანელებისთვის რა ღირდა 24 გერმანელებისთვის რა ღირდა 15 და 10 ქართველებისთვის ვაი მაგათ პატრონს რატო ქართველებს თითქმის იმდენი შემოსავალი აქვს როგორც გერმანელებს მე რა და შენ რა არა საინტერესო ის არის რომ ქართველებისთვის თუ 10 ღირდა გერმანელების 15 რატო ღირდა ქართველებისთვის მაშინ უნდა ღირდეს 2 ლარი შემოსვლა ხო 2 ლარი ერისთვის არის 2 ლარი რა დედა მუზეუმი შევიდეთ იქაც აი აქ ნახე ფული აქვს ვით მოგზაურობს ფული აქვს მაგრამ აი ვთქვათ მოვიდა ექსკურსია მე რა უნდა ქნას ხო და იოანე იყო უფასო იოანე უფასო 2 ლარიანი ბავშვები 2 ლარი დაკეტილია აჰა ეს ნამუშევრები აღმოაჩინეს აქ შუშა აგე თუ არ იყო შუშა რო იცახი შუშა არ იყო ჯერ როდის აღმოაჩინეს როგორ არ იყო შუშა მე 17 საუკუნე იყო შუშა ეს იყო მე 17-ეთაც და მე 12 საუკუნეშიც იყო შუშა მარინოს აბანოები წყალი სად იყო მანი აქ ჭაები არის და ეს აბანოები იყო მე იმდენი შეცდომა დავიჭირე ქართულ მეცნიერებში რომ მე საერთოდ არაფერს აღარ მჯერა რასაც აქ ვკითხულობ ხოლმე იმიტომ რომ ისეთ რაღაცაზე თქვეს რომ თმისამაგრი იყო რომ აი ქურუმების ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტები რო იყო და თმისამაგრები იყო კინაღამ გამოვშტერდი ამ ხელაქალი მე ვთქვი მუზეუმში ესეთი დიდი შეცდომა როგორ შეიძლება რომ დაუშვან ამათი არაფერი აღარ მჯერა რა მართალი გითხრათ რა ყველაფერს იტყუებიან და ყველანაირად იტყუებიან რაც კი შეიძლება თვითონაც არ იციან რომ იტყუებიან აქ არის მათიასის სასაფლაო აბა ვნახოთ მათიას მოგაკითხე ბიჭო მომენატრე რამდენი ხანი არ მინახი ხარ დიდა ხო გაიხსნა ხო შევიდეთ ეს რა არის რაღაცა ორნამენტები აქვს აქ და წერია რა იქ ბორჯღალია აი იქ ბორჯღალია იქით რეებია ღმერთმა იცის ნახოთ აბა აქ ეს შანდალი ყვავილი აქაც ყვავილი ესენი რეალურად აქ ეს რა არის ეს ტ არის ტ ასობგერა м а т а მატათა მატათა არის ოღონდ ეხლა მე გეტყვით რა ეს არ არის ძველი ამოტვიფრული ეს როგორც ჩანს მერე ამოატვიფრეს ისიც მერე ამოტვიფრულია სხვათა შორის მე მგონია რომ ეს ყველაფერი ფეიკია აი რა ვქნა რა მე მაქვს ესეთი თვალი მაქვს რა ყველაფერს ზუსტად ხედავ რა და იმის მიზნით რომ აი აქ ფული გამოიმუშავონ ალბათ არ გამიკვირდება მე ქართული ეკლესიისგან აი ესეთ ტს მატათას დროს არ წერდნენ მე მაშინ საინტერესოა როგორი რომელ საუკუნეშია ესეთი ტ ამოტვიფრული რა ღმერთო რა ხდება
აბა დავითვალოთ იმ ბორჯღალის 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბორჯღალი 2 1 2 3 4 5 6 კიდე ამერე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბორჯღალიანია 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 უნდა იყოს 11 რატოა ამას ვიკვლევ ახლა მეგობრებო რა დავითვალოთ ერთად 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ესეც მე მიჯღაბნილი არის რეალურად. აი ახლა ეს იყიდეს მეცნიერებმა რომ ეს არის პირველი საუკუნის? ახლა მათიასი პირველ საუკუნეში იყო, უგვიანეს მეორე საუკუნეში გარდაიცვალა, ხო ვთქვათ? მეორე საუკუნეში აი ეს ქვა აქ რო არის. აბანოებთან დაკრძალეს მათე? თუ უბრალოდ მონუმენტია რომ აქ იყო მათე? არ ვიცი ახლა აი ზუსტად ვერ ხვდები რა. აქ სასაფლაო აშკარად არ არის. ეს ამას ვერ დამაჯერებენ რომ სასაფლაოა მართლა იქ. რომაული პერიოდი მაშინ პირველ საუკუნეში იყო და აქ თუ იყო აბანოები, საწავიდა. აქ თუ აბანოები იყო აქ არ დაკრძალავდნენ მათეს, არც მათეს და არც არავის სხვას. კაი, წავედით, აბა, ახლა კიდე რა ტყუილებში დავიჭიროთ აქ ხალხი. დეტექტივით დავდივარ ახლა. დავდივარ აქ. მოიცა, აი ახლა მოიცადე, იქ მივიდეთ და წავიკითხოთ რა წერია, რა ტყუილები წერია და ვნახოთ. ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, კერძოდ დოროთეს ტვირელისა და სოფრონის შრომები, ასევე წმინდა ეპიფანეს კვიპროსელის ცნობით აფსაროსში დაკრძალულია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული მატათა. მათ ცხოვარმა იგი 70 მოწაფეს შორის გამოარჩია, რომლებიც წარავლინა ორ-ორი წინაშე მისა ყოვლისა ქალაქებსა და დაბნებსა. იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულებმა მატათა კენჭისყრით 12-თას შორის აღრაცხეს იუდა ისკარიოტელის ნაცვლად. ანდრია პირველწოდებულთან და სვიმეონ კანანელთან ერთად მატათას საქართველოშიც ქადაგებდა ქრისტიანობას. ქართლის ცხოვრების ცნობით დიდებული ანდრიას სხვათა მათ თანა მოციქულთა მოვიდოდეს ქალაქად და სოფლითი სოფლად ასწავებდეს ერთა და იქმოდეს. მათ ერთობით მოუვლიათ ტაოს კერძი ქვეყანა. დინარეთ ჭოროხამდე ყოველი იგი სოფლები მის კერძისა. წმინდა მატათას მიცვალების შესახებ რამოდენიმე გადმოცემა არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით იგი გონიოში აღესრულა მოწამეობრივად. 2004 წელს საპატრიარქოს მიერ თბილისი 2004 წელს გამოცემულ აკადემიურ კრებულში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება, მოციქულთა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში კოლხეთში. იგივე გარდაიცვალა და დღემდე ბათუმის მახლობლად არის გონიოს ციხესიმაგრეშია დაკრძალული. ამიტომ წმინდა მოციქული მატათა გამოსახულია საქართველოს ეკლესიის დიდების ნახატზე წმინდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად. მაგრამ არ წერია ეს საფლავია თუ არა. აქ არ წერია.
აქ წერია, რომ არის მატათა საქართველოში, მაგრამ ეს არ არის მისი საფლავი აშკარად. მოწამეობრივად აღევლინაო. ნეტა როგორ აწამეს, არ ჩაიწერა ქართლის ცხოვრება? ვარდი, ბავშვებო ვარდი. მაგნოლია ყოფილა ეს ვარდი არა. მაგნოლიაც ვარდის ეს არის იმიტაცია არის. ლობიოს ქოთნები. აი შუშა. აბა რომელი წელია ეს? აჰა, მე-4 საუკუნეა ეს. ვისაც გონია რომ შუშა მერე გამოიგონეს, ეგრე არ არის. რა ლამაზ რაღაცებს ამზადებდნენ, ეს რა საყვარელია მომეწონა. მინდა მეც. აბა ბეჭდები. ნახე რა გემოვნებიანები იყვნენ. აუ თავი დავატყე. Какой век? А вот тут какой век, я не помню. აი ეს ჭურჭელი, ეს ფეოდალური წყობილების ხანის ჭურჭელია, მაგრამ აქდევს. როგორც ეს რომ ბრინჯაოს დოქი. ეს მე-7-ია. მე-7 არის მოჭიქული ჯამები. მერვე არის მოჭიქული შანდლის ფრაგმენტი. აი ზუსტად ესეთი ნამუშევრები ამ ფერში მოიპოვება ასურეთში ჩემთან. მაგრამ ფეხზე კიდია სახელმწიფოს. აი ესენიც მოიპოვება ასურეთში. მე ვნახე პირადად. მე მგონი შენახული მაქვს. თუთუნის მოსაწევი. მაგას უბერავდნენ, ხო? ჩვენი რომაელები. ნეტა რომელი ბალახი ჩადიოდა შიგნით ამ მოსაწევებში. აჰა. ნახე თავის დოქს ქონა თავისი ჭიქა ზემოდან. დაახურებდი თან დაალებდი. ვაო, ბრავო. კარგი მოფიქრება. როგორ მიყვარს ესეთი საქმიანობა, აი ამის აწყობა. ესენი ყრია ჭაჭუნაში, აი ესეთი რაღაცეები, ნამუშევრები, არტეფაქტები. ეს რაღაცის აი ეს არის თესლი. ნახეთ ყურძენი. არა, ყურძენია, ეს ცხენის ცხვირია, მე მგონი. თვალი. აბა მე-13 ვნახოთ რა არის. მე-13. არა, ეს ახასიათებია. აი პატარა ნაკეთობები ეს ბრონზე. სერაპისი. ზოგადად ძალაუფლებისა და ბატონობის სიმბოლოს. იგი იყო სიუხის ნაყოფიერების თუ წარმატების ღვთაებაც.
მეორე მესამე საუკუნეებში სერაპისი წარმოადგენდა რომაული არმიის მფარველ ღმერთს. ხელი, ნახე როგორ აქვთ ხელი გაკეთებული. ვაუ. სამედიცინო და კონსერვატიული დანიშნულების ნივთები არიან ესე. რამაზი შუშა. რა ლამაზებია. მომეწონა ძალიან, რატომ ისიდას ესე შუშა, ძალიან ისიდას შუშა, ნახე. რა მაგარ რაღაცებს აკეთებდნენ ხალხო, თქვენ იცით ამის დამზადებას რა ხელოვნება უნდა, აი იმის გაკეთებას. ვაუ, ეს რა არის, ნახეთ. პირველი მოზაიკური ჭურჭლის, პირკედლისა და ძირის ფრაგმენტები. მოზაიკურიო? მოზაიკური კი არა, ეს არის შუშა. ნახე რა პროფესიონალები იყვნენ, რომ შუშას ესე ამკეთებდნენ რა, როგორი ფერები აქვს მიცემული. და აი აქაც ნახეთ. ეს თავსახურები იყო ამათი. თავისი ფერისა და იმის მიხედვით ეტყობა წამლებს რო ინახავდნენ ამაში. ამით განასხვავებდნენ რა წამალი იყო. ეს აი ზემოთ რო არის, ეს ალბათ შხამიანი იყო. ლურჯი, აი ეს მაღლა როდეს. ეს და ეს კიდე სამკურნალოები იყო. ხერა ლამაზი ვაზა არის. როგორ მომეწონა. ეხლა რატო არ აკეთებთ ხალხო ესეთ რამეებს რა. აი? საკმეველი. საკმეველისთვის. საყვარელი დოქები. ორი საყვარელი თავსახურები ენახეთ. აი აქ ყველაფერს უნდა იმახსოვრებდეს თვალი. ეს მაგალითად არის ქრისტეს შობამდე დროინდელი. აი რო გეუბნებით ხოლმე რა, შავი თიხა არის მეთქი. ეს თიხა მზადდებოდა პირველ საუკუნემდე. პირველი საუკუნის მერე ხალხო ესეთი ფერის თიხა აღარ გვხვდება, მხოლოდ გვხვდება აი ამ ფერი თიხა. მერე. ხოლო ეს თიხა მზადდებოდა წინარე საუკუნეებში. აი ესეთი ნამტვრევები. იცით რამდენი რამეა საქართველოში გამოსაძიებელი ჩემი თვალით რომ აქ ნანახი და ყრია და ძროხები და ესენი რომ დადიან ზედ. მილი ნახეთ, მილი. მილის ფრაგმენტები. აგურები. ეს რა არის? ეს არის ალბათ საცხობი, რაღაც სითბოს შესანარჩუნებლად ეტყობა, ან პურსაც ყოფიlen ამაზე? ეს რა არის ნეტა? მოდი აბა ვნახოთ.
არაფერი არ წერია ისეთი. ხო, აი აქ საფქავებია. ეს საფქავი ქვა. იქით უკვე ხეთის არის. ხალხო წაგვიღეს უცხოურმა ტომებმა ხედავთ ხო? მუზეუმებში მარტო ეგენი დადიან და ქართველები სად არიან ხალხო? გული მწყდება რა, მართლა რა. გესმით ეგენა რომ ელენაზეც საუბრობენ. ეს პატერენაჯა ცულები. აი ესეთი ქვები მეც მაგი შეგროვილი სახში საყვარლები. ამას იყენებდნენ სიყო სასროლი ქვები იყო ესენი. ზარბაზნებივით იყენებდნენ. ნახეთ რომ სიგიზე თოქია. აი ესე გაყავდათ მილები. წყლის მილები ხალხო რა მაგარია რა. აუ იქით მოზაიკა ნახეთ. ჭრაკი. ნახე რა ამაზია ეს მოზაიკა ხალხო, მომეწონა ფერები ძალიან. ოკეი, წავედით ახლა გარეთ. აი ჩვენი საყვარელი სანაღი. ფაუსი და ჩურის იმიტაცია. წავედით. ესე იგი, აქ ეხლა იქით გავიდეთ. და ვნახოთ ეს რომაული სივრცე. ხო და ახლა მეგობრებო ჩვენ ვიმყოფებით ხედავთ რამეს აფსაროსის ტერიტორიაზე. როგორც ჩანს იყო აბანოები აქ. ასე რომ აბანოებში ხوار დაასაფლავებდნენ კაცსა რა. აი მილები გაყვანილობა ხედავთ ხო აი აქ. როგორც ჩანს წყლების გაყვანილობა რა მაგრები იყვნენ ხალხო რა. და ჩვენ გონია რომ ეხლა გამოვიგონეთ პლასტმასის ნაგავი ხო? პლასტმასის ნაგავი რომ გამოვიგონეთ. ესე გონია რომ ჩვენ ავართ ვინც ავართ. აი როგორი გაყვანილობები ქონდათ დაინახეთ. ამას ვინ ამზადებდა ნეტა? ამას დამზადება არ უნდა და აი ამებს მონები ამზადებდნენ ნახე რამხელა მილებია აქ გაყვანილი. გადავირიე. ქალი გადავირიე. აგერ ნახეთ მე ეს არტეფაქტები აქ ესე არის ნახე იქით ეს მილები როგორ არის. ცემენტშია ჩადებული. ცემენტი ნახეთ რა მაგარია. ეს ნახეთ რანაირი ცემენტია და დღეს როგორ სამზადებენ. ხედავთ? ვერ გაარჩევ ეს ნამდვილი ქვა არის თუ ცემენტი.
აი ეს იყო ხელოვნება. იმიტომ ამბობენ, რომ ქართველებსო ისეთი კლდეების აშენება შეეძლოთ, ვერ გაარჩევდიო ეს ბუნებრივი იყო თუ. ხედავთ ხო ამ ცემენტს? ნახე როგორი სიზუსტით არის დამზადებული ეს. დღეს რომ მოგინდეს ესეთი სიზუსტით ალბათ პლასტმასაც ვეღარ ამზადებენ. გადაბმა. ნახე რა მხლა ისა აქვს. ნახე. შენ წარმოიდგინე ამ ხლა აბანოები რო ქონდათ ტიპები რას ბანაობდნენ და რას ისუფთავე იყო არა უშავს. აი ამ ხლა აბანოები წარმოიდგინეთ. აქ მთელი ბატალიონი მოდიოდა ეტყობა. და მთელი ჯარი აქ ალბათ როცა ომიდან დაბრუნდებოდა, აქ მოვიდოდა და იბანავებდა. თავის სისხლიანი ხელებით განიბანებოდა. პროფესორი სისხლიანი ხელებისგან. აი ვაუ გაოგნებული ვარ. ესეთი რაღაც გვაქვს ქართველებს და ქართველები მათხოვრობთ უცხოელებთან. ვაი საწყალო საქართველო. ჭასთანაც მოვიდით. ჰალო. ვახ. რა ვიცი, არქეოლოგები არ გვჭირდებაო და ამას თუ არქეოლოგები არ ჭირდება, აბა ვინ გვჭირდება? მუშები? არქეოლოგები არ გვჭირდებაო. ერთ-ერთმა არქეოლოგმა მითხრა. საკმარისი არქეოლოგები ყავსო. ძველი აგური. დაიმახსოვრეთ როგორია ხალხო. ძველი აგურია ეს. რომაული. ჩემი არქეოლოგიური ნიჭიც ხო უნდა გასწავლოთ რაღაცეები. აბა ახლა 4 წელი ყველად ვისწავლე არქეოლოგიურზე. არა წელი არ ვისწავლე. აუ ძალიან მიყვარს, ესე იგი არქეოლოგია მიყვარს სიგიჟემდე. ბავშვობაში ვამბობდი რომ მე უნდა გამოვიდე მეთქი. გამომძიებელი არქეოლოგი და მსახიობი მეთქი რა. ხო და რეჟისორობა რატომღაც არ მინდოდა სხვათა შორის. მაგრამ რეჟისორი გამოვედი. თქვენ იცით პონტოელი პილატეს ძე ვინ იყო? პონტოელი პილატეს ძე იყო, პონტოელი პილატე იყო ის ვინც ხელები დაიბანა, ხო ასეა და იცით თქვენ შავ ზღვას რა ერქვა ადრე? პონტოს ზღვა. აგერ ფაქტის სახეზია რომ რომაელები აქ იყვნენ და რომელი ისრაელში ვეძებთ ქრისტეს გამაგებინეთ ხალხო. ის მაინც ვიცოდეთ რომელი ისრაელში ვეძებთ ქრისტეს. ეხლა ჩემი ბავშვები და ჩემი ქმარი საწავი და ღმერთმა იცის. გავერთე ესე თქვენთან. ამას ვარდები არ არიან. აქ რა იყო აბა? საცავი? აქ საკოცნაო ადგილი იყო.
წვილი რო გამოისეირნებ და უცბად შემოიმალებოდა აქ და იკოცნავებდნენ მე გავიდოდნენ. უბრალოდ ჩვილების გასაკეთებელი ადგილი. ხუმრობ ხალხო და სხვადასხვა ხუმრობაში რაღაც იმათლი არის ხოლმე. აქ რა ხდება? აბა ემიგრანტებო ხედავთ საქართველოში რა ხდება? თქვენ რომ ჩამოხვიდეთ საქართველოში იმის ფურლები შეიძლება არ გქონდეთ და არც დრო რომ იმოგზაუროთ, მაგრამ აგერ მშვენივრად მდიდრდება საქართველოს საპატრიარქო, ისევე საქართველოს სახელმწიფო ამ შემოსული თანხებით, თქვენ კი იყავით და იმუშავეთ ვირებივით ემიგრაციაში. მე თქვენ შეურაცხყოფას კი არ გაყენებთ. მე თქვენ გეუბნებით და გიხსნით ვითარებას თუ როგორ დღეშია დღეს საქართველო. დავმოგზაურობ, დავდივარ. გული მიკვდება ხოლმე ქართველებს, რომ ვერ ვხედავ და ვხედავ უცხოელებს. კი, ქართველებიც არიან ესეთი. კუდაბძიკა ქართველები, როზეც რა შემოგხედავენ. და ესე რომ დადიან. ხო. მაგრამ უცხოელები ძირითადად არიან ხოლმე ასეთ ადგილებში. ავიდეთ კიბეზე? როგორ მიყვარს ესეთი ადგილები, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მოდი აბა აქაც მივიდეთ რა ხდება. აქნედა რა ხდებოდა? აბა რუსებმა უნდა ისეირნონ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ კიდე ვიმუშაოთ რუსებისთვის. ეს არის დიდი ილიას ამბავი. ისე ააშენა საქართველო, რომ რუსების მონებად დაგვაყენა ჩვენს ქვეყანაში. გვიყვარ ხარ ილია, გვიყვარ ხარ ამისათვის. ეხა ვიღაცა მეტყვის რა შუაშია ილიაო, ხო და რო გაიგებს რა შუაშიც არის, მერე კიდევ მომწეროს. კარგით? აქ რა ხდება რომაული საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები? აბა საკოცნაო ადგილში ისევ შევვარდეთ. კარგი. ეს რა არის ხალხო? რა არის? რაღაც დაამაგრეს ეთქობა. რუსები. მამასწის. აი. ვაი. კი, თამარ პონტოს სხვა და პილატე პონტოელის ძე. ყველა ისტორიული ფაქტი საქართველოში ხდებოდა და ეს არ სჯერა კიდევ ხალხს. იმიტომ რომ ხალხი არის ბრმა. სანამ მკვდარი ილია არ გაცოცხლდება და არ ითქვეს მართალიაო, მანამდე არავის არ დაუჯერებენ. ბრმა ძეს ვერაფერი გამოაფხიზლებს. იმუშავეთ ვირებო, ჭამეთ ვირის შვილებო. რასიზამ რომ არ გავიცნო ალბათ შევიშლები. რომ არ გავიცინო ალბათ შევიშლები, ხო? ასეა. ვაუ, ეს რა არის? აი რო გითხარით. ისროდნენ მეთქი იმქვებს. მე მგონი ამით ისროდნენ იმქვებს. ხო გითხარით, ვიცოდი. აგე? ბომბები. ბომბობანას თამაში.
გატყორცნიდნენ და ესროდნენ. დამიანე შესვლა არ არ შეიძლება. ვიცი ვის. ой, ქართული გავიგე რა კარგია. აუშვი. გაუშვი. ეხლა აქეთ წავიდეთ. აქეთ მონახეს აგურები, როგორც ჩანს, აქ ახალი გათხრები მიმდინარეობს და აქ რასაც იპოვიან, აქ დებენ ხოლმე. ცოტა პატარა მაგიდა, ეს ცოტა დიდი მაგიდა დაედგათ რა. აგერ დიდი ქოთანი. იმიტომ არის აქ ქვიშა, რომ ქოთანი არ დაზიანებულიყო. აქეთ ღრია არტეფაქტები. აგერ ქოთანი, ეს როგორც ჩანს კედელი იყო და დაინგრა ეს კედელი, დალეწარაც კი ზედა ნაწილზე იყო. ყველაფერი, მერე იქით რა ვიცი, აქეთ უკვე შესასვლელი იყო და როგორც ჩანს პადვალი იყო და ქოთნები ჰქონდათ ჩალაგებული. ხო და იმის იქით უკვე აღარაფერი არ იქნება. მაგრამ აი იმის მაღლა უკვე საინტერესო არტეფაქტებს წავაწყდებით. ყოჩახთ, მომეწონა რომ მუშაობენ. ეს კივია ხალხო, ნახეთ, კივი გაზრდილა, მაგოი, თანა ძაბია. ასხია ხალხო, მიყვარს კივი. გაიცავეთით. ой, ეს რა არის? რა საინტერესო აღმოცენებული მცენარეა. მომეწონა ეს მცენარე რაღაცნაირად. კივია, კივი. კივი ყოფილა. რამხელა კივია. დედა. ეს რამხელა კივია, რამდენი წლის კივია, ახლა მაინტერესებს. ნახე. ეს ყვერილი ხარ. ნეტა რამდენი წლის კივია, ესე იგი ეს აქ ეს კივი. რეალურად აქ კივის დარბაზი იყო ესე რა, როგორც ჩანს, ეს ძველი კივებია. ეხლა ხო არ დარგავდნენ ამ კივებს, რამდენი წლის იქნება ეს კივი? რამდენიმე ათეული წლის კი არა და ასეული წლის იქნება. მე მგონი, არ ვიცი, მაგაში ვერ ვერგოვი ეხლა მცენარეებში ნაკლებად ვერგოვი, მაგრამ ვცდილობ ხოლმე. აქ არის, ესე იგი, იქ შევიდოდნენ და დათრებოდნენ მაგარს, იქ რაღაცა ღვინო და ის იყო ეთყობა. აგერ მოვიდნენ, აქ იბანავებდნენ და გასუფთავდებოდნენ, ქალებიც აქ სადღაც ეყოლებოდათ გადამალული. ხო და მოკლედ ჭუაზე არ იყვნენ ეს რომაელები. რაღა რომაელები ხალხო, ქართველები, აიას წარმომადგენლები. ნეტა რამდენი წლის არის ეს კივი? აბა ვინ იცით? მცენარეთა მცოდნეებო, ვინ იცით? ეს კივი, აი რამხელაა, ნახეთ, ხელი ვერ წუდება ჩემი ხელი. დაახლოებით იქნება არ ვიცი, რამდენი სანტიმეტრი? 10? და წარმოიდგინეთ, აი ესე ჩაწყობილი რო არის, უკვე სურათი იქნება, აქ როგორი ვითარება იყო რა. ეს პალმებიც არ ვიცი რა სისწრაფით იზრდება. ეს პალმები, ახლა რამდენი წლის იქნება ეს პალმა? პალმისებრი ოჯახით და ეს ხე. დამიწერეთ რა კომენტარებში. იცით რა უცნაური კაკლები ვიხილე მე აქ, კაკლის ხე. მე ესეთი კაკლის ხე არ მიხილავს. აი ესე ყურძნებივით აქვს ჩამოკიდებული კაკლები. აი კუნჭულები კი არ არის. აი ნახე, მთელი ყუნწულებია. აი ესე იქნებ დაგანახოთ. ხედავთ აქ რამეს, აი ნახეთ. არ ჩანს, მე ვხედავს.
აი რა აქედან თუ დაინახავთ. აქაც დაუწყიათ გათხრა. იცავ რუსები. აბა იქითაც წავიდეთ, მომეწონა რაღაც ზოილეები დავინახე. ზოილე არის ბოძები. ბოძები, აბა ბოძები ნახოთ რა ხდება იქ. ვაუ, რა ხდება ბოძებია. და ამის ქვები ალბათ დაიტაცეს და წაიღეს და სახლები ააშენეს მერე. ნიკო, სად იყავით? დავიკარგე. აჰა. Very interesting. ციხის ცენტრალური მონაკვეთი. იქ ეთყობა აწვენდნენ და იქ მასაჟებს უკეთებდნენ ან იმას შვებოდნენ, ასუფთავებდნენ, აგე? 1, 2, 3. რა ხელა ქვებია, ხო? ხო რა გული შემეწოხდა ახლა ბავშვის მუდიერად მოექცა რომ რა ვიცი რა დავიტანჩი ამ სატანჯველში რა მეც მოქცეულ ვარ ეგრე ბავშვს მაგრამ გაბრაზებული ხარ ადამიანი ვერ იკავებ თავს რა კარგი, აბა ვნახოთ ეხლა კიდე რას ვნახავთ აქ. მე მგონი მოვჩით მეგობრებო, ამიტომ არაფერი არ არის საინტერესო. ძალიან ბევრი რამე არის ალბათ მიწის ქვეშ, მაგრამ ჯერ არ დამუშავებულა. აი ეს ტერიტორიები სულ გასათხრელია, ხედავთ ხო? ყველაფერი ისე იქნება მიწის ქვეშ, როგორც იქ გათხრების დროს მოხდა. ბავშვებს ეჩხუბებიან, გული მიწუხდება. ბავშვებს რო ეჩხუბებიან, გული მიწუხდება ხოლმე. სად იყავი? სად ხარ, დებიკო? შეხვედით შიგნით? უკვე მიყავი. მეც ვიყავი უკვე. დაგელოდებით, მოდით აქ მეზარება ეხა ისევ წამოსვლა რა. აქ დაგელოდებით. ხო და რა მაინტერესებს იცით? ამხელა ღირსშესანიშნავებები გვაქვს. ამხელა თანხები შემოდის. ეს ღირსშესანიშნავებები ქართველებისთვის არ არის? აი სახელმწიფოს ვეკითხებით, თქვენ რო იღებთ შტოიაგელს საბეგრო ბეგარას რო იღებთ ქართველი მოსახლეობებიდან. თქვენ რას ფიქრობთ, ეს ტერიტორიები ქართველმა ხალხმა არ შემოგინახათ? თქვენ რას ფიქრობთ, ქართველი ხალხი ბოლომდე უნდა გამოწოვოთ და სისხლი გამოსწოვოთ, რომ საბოლოო ჯამში დავარდეს და ავად გახდეს და მოკვდეს და მე თქვენ ხელში ჩავარდეს ეს ყველაფერი? აი მაინტერესებს რა, ქართველო ხალხო, როდის უნდა გამოფხიზლდე დღემდე 48 წელი იმეფა დედამიჯმურმა ვინც აღარ ვიტყვი იცით უკვე ვიზეც ვამბობ რა და
რა მაინტერესებს ისეთ ვინ ვისევალება ამ საქართველოს აღორძინება აი ეს ტერიტორია რომ მოაწყოთ და კარგად რომ ფულებს ღუნავთ აი ამ ტურიზმით რუსები სომხები ებრაელები და რა ვიცი ყველანი მოდიან აქ ბევრი მოიყვანოს ყველამ და ღმერთმა და ბევრი გაიყვანოს აქედან მაინტერესებს ქართულ ხალხს რა ამით აი მითხარით რა შეღავათი უკეთდება ქართულ ხალხს ამით რა არ გცხვენიათ მაინც? ჰა? აი უნამუსოები ხართ და მართლა უნამუსოები ხართ. ეს ფულები მარტო თქვენს ჯიბეებში ჩადის და ქართველ ხალხს კიდე აქეთ კიდევ დამატებით იმებს აწესებთ, გადასახადებს უძვირებთ და მაგრამ იმსახურებს ალბათ ქართველი ხალხი ამას რა. რასაც სთეს იმას იმსახურებს. ღირსები ხართ ქართველებო რა. კარგად იყავით ახლა. მე უნდა მოგიგვაროთ საქმე? თუ თქვენ თავად უნდა ადგეთ და მოაგვაროთ. ვის ელოცულობთ 24 საათი, ვინც მიწაში ჩაიდო და ვერაფერი ვერ გიშველათ, ხო? აი იცით ვინ ჩაიდო მიწაში და ვერაფერი ვერ გიშველათ? ეხლა განახებთ მე მაგის დიდ სურათს რა. სად არის გამოჭყვირული. ეხლა განახებთ მე მაგის დიდ სურათს. 48 წელი იმე მოვალ ეხლა იქით უნდა გადავიდე და არა უშავს აი ახლა აქედან გამოვაჩენ მაგ სირაკლემას აბლობა აი ეს სირაკლემა გიყვართ ხო? მაგ სირაკლემამ 48 წელი იმეფა და ვერაფერი ვერ მოგიხერხათ. სასიკეთო ვერაფერი ვერ მოგიხერხათ. აგერ ხედავთ რომ საქართველოს მიაქვს უცხოელ ტურისტებს რა. შემოსავალიც კარგად აქვს საქართველოს რო იცოდეთ. გინდა ოქროთი რომელიც გააქვს ამ ქვეყნიდან, გინდა წყლით რომელიც გააქვს, გინდა მიწით რომელიც გააქვს, გინდა ღირსშესანიშნაობებით. და თქვენ მაგაზე ილოცეთ. და სახში ისინი მოგაკითხავენ. ანგელოზები და თქვენ გადასახადებს ისინი გადაიხდიან. აბა თქვენ იცით, ჩემნარი ხალხის კიდე გეშინოდეთ. ვინც სიმართლეს აჟღერებს. და რა ვიცი, ყველაფერი უკუღმა დააყენეთ. თავზე დააყენეთ და მე გიშველიან. ხო, ღმერთები გიშველიან. იესო ქრისტე კიდე ჩამოვარო, კიდე მეორეთისთვის ჯვარს თქვენთვის რა. აბა კი, თქვენი ბებია თქვენისამ, ყველასამ. კარგად იყავით. ილოცეთ კიდე იმაზე, სირაკლემაზე. ამოვა მიწიდან და გიშველით. იქიდან ზეციური სამყაროდან გიშველით, მიდი, ილოცეთ. აბა თქვენიც იყავით კარგად ილუზიაში.